ქედის სათემო რადიო, შენი ამბავი, ჩვენი ეთერი. აქ ქედა ლაპარაკობს, შენ უსმენ ქედის ხმას. მივესალმები სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებს, მე ამ გადაცემის წამყვანი მადონა ფალავანდიშვილი გახლავართ. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პოდკასტი თემაზე აჭარული ტრადიციები. კერძოდ კი უნდა მოგიყვეთ აჭარული ქორწილის შესახებ და ამ თემაზე ვინ გვესაუბრება თუ არა ქალბატონი ლია მახარაძე, რომელიც საკუთარ თავს თვითონ წარმოგვიდგენს. ძალიან დიდი მადლობა ამ პოდკასტში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. მეც მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და იმ წესსა და ტრადიციებზე საუბარი, რომელმაც დღევანდელობამდე მოგვიყვანა. მე გახლავართ ქედის კულტურის ცენტრის ფოლკლორის დარგის სპეციალისტი და ასევე რეჟისორი ლია მახარაძე. სპეციალობით ქართული ენის ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელი ვარ. წარმატებებს გისურვებ და ჯერა რომ დღევანდელ პოდკასტში ძალიან საინტერესო ამბებს მოგვიყვებით აჭარული ქორწილის შესახებ. მოდი დავიწყოთ. თავიდან დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს უძველეს ერს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, მრავალფეროვანი, საინტერესო და ჩვენ ვართ დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის და დაუშვებელია ასეთი იდენტობის მქონე ერს არ ქონდეს ძირძველი რამ, რაც მის ფესვებთან დაგვაკავშირებს. და თუ აი ამ ორო მტრიალში რამემ გადაგვარჩინა, ეს არის ჩვენი ძირძველი ფესვები, რომელიც ჩვენამდე მოსულია როგორც მიწის ზედა შენობა ნაგებობების, მიწის ქვემოთ არქეოლოგების აღმოჩენების, ისე სულიერი კულტურის სახით, რასაც ზეპირსიტყვიერი კულტურა ქვია. მოგეხსენებათ, სანამ ხატრული უშუალოდ წერილობითი ლიტერატურა დაფუძნდებოდა, მანამდე ყველა ერს საფუძვლად ზეპირსიტყვიერი კულტურა ედო, რომელიც არაერთი წლისა და ერთი დღის პროდუქტია. ყველა ერს, რომელსაც საკუთარი ფესვები აქვს, ყველას სათავე ზეპირსიტყვიერებიდან მოდის. ზეპირსიტყვიერება, რომელიც დროდადრო რამდენიმე ფუნქციას ერთდროულად ითავსებდა, როგორც ფილოსოფიურს, როგორც დიდაქტიკურს, როგორც ზნეობრივს, როგორც საგანმანათლებლოს, აი ამ სფეროების ჩანაცვლებაც კი შეეძლო მას. აი როგორც კი წერილობითი ლიტერატურა შემოვიდა, მასთან თანაარსებობს დღემდე და ჩვენც როგორც ძველი ტრადიციების მკვიდრნი ცდილობთ შეუნარჩუნოთ მათ სიცოცხლე. პირველ რიგში მოვალენიც ვართ, იმიტომ რომ საკუთარი ფესვების დავიწყება კარგს არაფერს მოგვიტანს. მერე და ჩვენმა წინაპრებმა უფლის წყალობით იმდენი რამ გადაიტანეს და იმდენი რამ შემოინახეს თავიანთ თქმულებებში, ლეგენდებში, მითებში, ზღაპრებში, წესსა და ტრადიციებში, რომ ნამდვილად იმსახურებს საზოგადოების ფართო წრეების გაცნობას. ჩვენი ზეპირსიტყვიერება განსაკუთრებით იმითაც საინტერესოა, რომ სამი რელიგიის ნაზავს შეიცავს: წარმართობის, ქრისტიანობის და მუსულმანობის ნაზავს. ამდენად განსხვავდება ის სხვა ზეპირსიტყვიერი ფოლკლორისაგან. და ზეპირსიტყვიერი ფოლკლორი, რომელიც შრომით პროცესს და ნებისმიერ ცხოვრებისეულ რიტუალს ახლდა სიტყვიერი ფორმულებით, რომელიც შემდგომ სხვადასხვა ჟანრში გადასახლდა. ეს არის მოთხრობა, ეს არის ზღაპარი, ეს არის მითი, ეს არის ლეგენდა, სენტენცია, წესი, ტრადიცია, ბოლოს და ბოლოს ანეკდოტები, ზღაპრები, გამოცანები და ასე შემდეგ. 2007 წლიდან, როდესაც სამუშაოდ გადმოვედით ქედის კულტურის ცენტრში, იქ იყო შემოთავაზება ფოლკლორის დარგის სპეციალისტი. მე თვითონ უშუალოდ ფოლკლორის მიმართულებით ბევრი მიმუშავია სტუდენტობის პერიოდში, საველე ეთნოგრაფიულ ფოლკლორულ პრაქტიკაზე ყოფილ ვარ, ვიცი როგორ ვიმუშავ ამ მიმართულებით და გადავწყვიტე, რომ ჩემი პედაგოგიური გამოცდილება ამ მხრივ გამომეყენებინა კულტურის სფეროში, იმიტომ რომ მე ვარ განათლებით პედაგოგი
და სფერო, რომელშიც აღმოჩნდი კულტურაა. ასე დავიწყე ქედის კულტურის ცენტრში ფოლკლორის დარგის სპეციალისტად მუშაობა. 2007 წლიდან დღემდე და მაშინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კურსი ფოლკლორული მიმართულებით წავიყვანეთ, როგორც შემოქმედებით საქმიანობაში, ცეკვაში, სიმღერაში და ასე შემდეგ, ასევე ზეპირსიტყვიერ ფოლკლორში. ამ საშურ საქმეში ჩემთან ერთად მუშაობდა 23 სასოფლო კლუბისა და 4 კულტურის სახლის თანამშრომელი. 2010 წლიდან შემოგვიერთდა ქალბატონი ლეილა ბეჟანიძე, რომელიც ამ ეტაპზე კულტურის ცენტრის ფოლკლორის დარგის მთავარი სპეციალისტი გახლავთ და დღემდე მოვდივართ ერთად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი რადიოს საშუალებით უგმესი მადლობა გადავცე ქალბატონ ქეთევან საფარიძეს, ხარაულის საჯარო სკოლის ქართული ენის ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელს და საუკეთესო ფოლკლორის, რომელმაც თავისი მოძიებული მასალა ჩვენს მასალასთან ერთად ერთ წიგნში განათავსა, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ. აი ამ მასალებზე მუშაობის ქედის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში ამ ადამიანებთან ერთად დავიწყეთ გასვლითი სამუშაოები, სადაზვერვო სამუშაოების ჩატარება მიმართულებით. შევკრიბეთ მასალები, დავახარისხეთ ჟანრობრივად და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი გქონდა საქორწილო წესჩვეულება. გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ფოლკლორულ ეთნოგრაფიული ინსცენირება, რომელსაც აჭარული ქორწილი დავარქვით. 2014 წელს ჩვენ ეს შევძელით. ჯერ ქედის კულტურის ცენტრის სცენაზე გამოვიტანეთ ეს ინსცენირება, რომელშიც ყველა ის პირი მონაწილეობდა, ვისაც თითო რამ მაინც მოუტანია ამ მიმართულებით. ამავე დროს ჩვენ ურთიერთობა დავამყარეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ფოლკლორის დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილებასთან, რომლებიც ჩემი ყოფილი კოლეგები და ლექტორები არიან. დაინტერესდნენ ისინი, დაგვესწრენ ამ ინსცენირებაზე და შევთანხმდით, რომ გამოვიდოდა ქედაში შეკრებილი მასალებით წიგნი აჭარული საუნჯის მეოთხე ნომერი, ტომი მეოთხე ქედის მასალები. ჩვენ ეს ერთობლივად შევძელით, უღრმეს მადლობას გადავხდი ბატონ ლევან გორგილაძეს მაშინდელ მერს, რომელმაც დაგვიფინანსა ეს ძალიან კარგი წამოწყება და წიგნი დაუბეჭდეთ. ეს წიგნი დაიბეჭდა ზუსტად ამ სახელწოდებით აჭარული საუნჯე, ტომი მეოთხე ქედის მასალები და არ ვიცი, ალბათ უფლის წყალობაც იყო, რომ 2018 წელს ჩვენ გასტროლებზე წავედით ინეგოლში და პირველი 5 ეგზემპლარი პირდაპირ სტამბიდან ჩავიტანეთ ჩვენებურ ქართველებთან და პირველი პრეზენტაციაც იქ შედგა. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია და მინდა გითხრათ, რომ აი ის რაც ჩვენ დავიწყეთ არ დასრულებულა. ამოუწურავია ფოლკლორის მასალები ჩვენთან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები კულტურის ცენტრისა, როგორც კი ამინდები დადგება, ჩვენ დავიწყებთ საველე ექსპედიციებს და ისევ გავალთ ქედის სოფლებში, იმიტომ რომ რაც ჩვენ შევაგროვეთ, ეს არის ზღვასის წვეთი და ეს საქმე აუცილებლად ითხოვს შველას, იმიტომ რომ ჩვენ აი ამ იმ მოხუცებს, რომლებთაგანაც ჩვენ ამას ვიწერთ, ან რომლებმაც გადმოცემით იციან ეს ყველაფერი, ეს მოხუცები ნელ-ნელა აღარ არიან ჩვენ გარშემო და ჩვენთვის საშური საქმეა აუცილებლად ეს ყველაფერი და შევეცადე დღეისთვის თლიანად ის ინსცენირება წამომეღო, რომელიც ამ მასალების მიხედვით არის აწყობილი. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, მართლა შემიძლიათ გითხრათ, რომ როდესაც ფოლკლორის დარგის სპეციალისტები ჩამობრძანდნენ ქალბატონ ეთერ თათარაიძის ხელმძღვანელობით ქედის კულტურის ცენტრში, რომ ამ მიმართულებით იქნება როგორმე იმუშაოთო, ჩვენ გამზადებული მასალები პასპორტიზაციით და მოგეხსენებათ ქალბატონ ლეილას უნიკალური ხელია. თავისი ხელით ჩვენ რა თქმა უნდა ნაწილი კომპიუტერში გადავიტანეთ ელექტრონულად, ნაწილი კიდევ რვეულებში გვაქვს თავმოყრილი და ვაჩვენეთ.
ვაჩვენეთ და ეს იყო ჩვენი პირველი წარმატება ამ მიმართულებით, რადგანაც თურმე მთელ საქართველოში აღმოუჩნდით, რომ მარტო ამ მიმართულებით, ზეპირსიტყვიერი მასალების მიმართულებით მუშაობდით ჩვენ. და ამის გამო არაერთხელ ჩავედით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში და მინდა გითხრათ, რომ 2022 წლის წარმატებული და პირველი ადგილის მფლობელები ვართ ჩვენი გუნდით და ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო ვახუშტი კოტეტიშვილის ფოლკლორის საღამოს 40 წლის იუბილეზე მიწვევა, სადაც აჭარული ფოლკლორი ჩვენ წარვადგინეთ. ქედის მასალები. ჩვენი შეგვეძლო ჩვენი ლექსები წაგვეკითხა რაღაცა. არა, ჩვენთვის მთავარი იყო ქედის მასალები გაგვეტანა იმ საზოგადოებისათვის, რომელიც ამას ელოდებოდა და თვლით რომ დავიწყეთ გარკვეულწილად კარგი საქმის კეთება. ასე რომ ეს წინაპირობა, რომელიც ამ საქმიანობას უძღვის, ეს გახლავთ ჩვენი წინაპირობა და მინდა გითხრათ, რომ აი რამდენჯერმე მომიწია სცენარის გადაკეთება. და რატო? არაფრით არ გავს მაგალითად მახუნცეთში, წონიარისა და მერისის ხეობაში ჩაწერილი საქორწილო წესი და ტრადიცია ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ უძველესი ყოფილა მერისის ხეობის ტრადიციები. იმიტომ რომ გეოგრაფიულად მერისის ხეობა ისეთ ადგილას არის, რომელსაც მანდამაინც, აი მეზობელ მუნიციპალიტეტებთან დიდი შეხება არ აქვს. აი მაგალითად, რასაც ვერ ვიტყვი, იმ პირობით 4 ზონაზე, რომელიც ფოლკლორის მუშაობის დროს დავყავით. და ზედა ზონა, შუა ზონა, დაბა ქედა და ქვედა ზონა. ზედა ზონაში შედის ცხმორისის ზემოთ დანდალოს ხარაულის ტერიტორია, ცენტრი ცხმორისის ტერიტორია, დაბის ტერიტორია და ქვედა ზონა, ანუ დოლოგნიდან აგარის ჩათვლით. და მონაცვლეობით ვიმუშავეთ, სადაც დაუშვათ ზეპირსიტყვიერი ფოლკლორი იყო ცოტა ისე მოიკოჭლებდა, იქ ვიმუშავეთ, სადაც უფრო შემოქმედებითი ფოლკლორი, ასე ვცვალეთ ეს მასალები. და იქ აი იმ ზემო ზონაში, სადაც შუახევსა და ქედას უფრო მეტი ურთიერთობა აქვს, გათხოვება და ქორწინების მხრივ, იქ შემოსული იქიდან გამოთხოვილი პატარძლები, აი მათი ის ლექსებში უკვე შემოტანილია შუახეული დიალექტისათვის დამახასიათებელი სიტყვები, აქედანაც პირიქით გათხოვება და ქორწინების შემთხვევაში და იქ უფრო სიჭრელეს ვხედავთ ამ მიმართულებით, რასაც ვერ ვიტყვით აი მერისის ხეობის ფოლკლორთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის უფრო ავთენტურია, ვინაიდან აი ამ საურთიერთობო საშუალებას უფრო მოკლებულია. ამიტომ აი პირველად გაკეთებული სცენარის მიხედვით, როდესაც სიძეს თავისუფლად შეუძლია შევიდეს საზოგადოებაში, ურთიერთობა მიიღოს, სანამ ქორწილი დასრულდება, აი ნამდვილად არა. იმიტომ რომ ჩვენ გვყავს რესპონდენტი ამჟამად 95 წლის გივი, ანუ მეხსუდ თურმანიძე, რომელმაც მთელი სცენარი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს, ჭიბონს უკრავს, მღერის კიდეც, ფანდურზე, ყველაფერს, მაგრამ ცოცხალი ენციკლოპედია, იმიტომ რომ საკმაოდ ასაკოვანი იყო ყველა იმათ შორის, ვინც მონაწილეობდა და მინდა გითხრათ, რომ სცენაზე 120 კაცი ვიყავით, იმიტომ რომ ცეკვაც, სიმღერაც, ყველაფერს ერთიანად გამოვიტანეთ, როგორც ერთი საქორწილო დღე აჭარაში. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ზედმეტად გავათამამეთ ჩვენი სიძეები, ასე ვთქვათ. თავისი მაგალითი თქვით ხარ, რომ ვერავითარ შემთხვევაში სიძე, სასიძო უფრო ზუსტად იმ მაყრეონში ვერ გამოვიდოდა. არამედ მთელი დღის განმავლობაში იჯდა კარაპანში და კარაპანი ყოფილა სახლის კიდესა და კედელს შორის ყავრით გადახურული ადგილი, სადაც შეშას საჩეხს რომ ეძახიან, აი სოფელში დამზადებული შეშა და თუ არა და იჩეხება შეშა. აი იქ უნდა მჯდარიყო სიძე, რომელიც მხოლოდ მერე გამოდიოდა მოგვიანებით პროცესებში. ასე რომ აი ის რაც ქვემო ზონისთვის და აქეთა ზონისთვის უფრო თამამია, აი მერიში უფრო მეტად ტაბუირებულია. ასე რომ საინტერესო იყო, ჩვენ არ გვინდოდა რომელიმე გამოგვეტოვებინა და ასე გავაკეთეთ. მოვიქეცით რომ ისედაც თავის დროზე ქორწინება დგებოდა გარიგებით.
ქორწინებათა უმრავლესობა გარიგებით დგებოდა და აქ ითვალისწინებდნენ არა მარტო იმას სიძე პატარძალს მოწონდა სასიძოს თუ საპატარძლოს ერთმანეთი წლის დროს, კვირის დღეს, თვარის კალენდარს, ამ ყველაფერს თვეებსაც მაისში მაგალითად თუ არის კალენდარსაც ძალიან დიდი დატვირთვა, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ამ ყველაფერში და გადავწყვიტეთ რომ ერთი დიდი ნაზავი გაგვეკეთებინა. ზოგი თემიდან დალოცვა წამოვიღეთ, ზოგი თემიდან შელოცვა წამოვიღეთ, ზოგი თემიდან გაცნობის რიტუალი, ზოგიდან პატარძლის შემოყვანის რიტუალი და ამ დაგვარად შევქმნით ეთნოგრაფიული გარემო ქორწინებისთვის, რომ არ ყოფილიყო ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ისე სასცენო მარტო. ყოფითი ელემენტებითაც დავტვირთეთ და გავაერთიანეთ ეს ყველაფერი და დავიწყეთ იმით, როგორც საერთოდ იწყება ზოგადად ქორწინება, რომ აი უფრო ძველ დროში, როდესაც იკრიბებოდნენ ქალები, ხერყლის ნადი იქნებოდა თუ ნადური სამუშაო, ძირითადად პატარძლის გამორჩევაც იქ ხდებოდა ხოლმე. გაიკითხავდნენ, გამოიკითხავდნენ, არასდროს არ იწყებდნენ იმით, რომ მე შენი გოგო მომწონს, ან ეს მომწონს, ან ის მომწონს, რამდენიმე ქალი აი ამ მომავალი საპატარძლოს ოჯახში შემთხვევით რაღაცის საკითხავად გამოვიდნენ და განსაკუთრებით რადგან ნაყოფიერებასთან არის ქალი ასოცირებული, მაინც ალბათ აი საქონელთან დაკავშირებით ამის ყიდვა მინდა, ეს მირჩიეს, ის მირჩიეს და ასე და ამრიგად ნელ-ნელა თან ამასთან ერთად ათვალიერებდნენ სიკოხტავეს ოჯახს, მომავალ მოყვრებს და მერე გადადიოდა უკვე საქმე შუამავლებთან, რომლებიც ტრადიციულად რიშვებს, ანუ გადასახადს ითხოვდნენ ამ ყველაფერში, რასაც მაჭანკლობის სცენას ვარქმევთ ხოლმე. და აი ამ საქორწინო რიტუალებში შევეცადეთ, რომ ეს სამივე, როგორც ზემოთ გითხარით, სამივე რელიგიის ნაზავის დაცვით წამოგვეყვანა ყველაფერი. ზოგან მაგალითად მერისულ ტრადიციებში წარმართობაც იყო შემონახული ტრადიციის სახით. ზოგან მუსულმანურიც ჩანდა, ზოგან ქრისტიანულიც ჩანდა და ასე შემდეგ და ვიწყებთ აი ახლა ამ ჩვენ ყველაფრის ჩვენებას იმით, ჩემო ბატონო, მოდით მივყვეთ, როგორ კეთდებოდა ქორწილი, თავიდან რით იწყებოდა ქორწილი და რას ექცეოდა ყურადღება. აი ახლა აქ ამ სცენარის მიხედვით უკვე როდესაც მაჭანკლები მიდიოდნენ მომავალი მოყვრების ოჯახში და იქ რა თქმა უნდა თუ საქმე არ გადაწყდებოდა სუფრას არ გაშლიდნენ, სუფრა შლიდნენ ის შემთხვევაში თუ უკვე დასტური თანახმანი იყვნენ და არც ეს მაჭანკლები მანამდე არ ჭამდნენ, არ მიირთმევდნენ არაფერს და ამბობდნენ რომ ლუკმან ყეაში არ გედეას თუ ეს საქმე არ გაკეთდება. ჩვენ შევეცადეთ ზუსტად ისეთი ტერმინოლოგიით გადმოგვეცა ეს ყველაფერი როგორც ჩავიწერეთ. აი მერე კიდევ როდესაც სუფრას გაშლიდნენ მაგალითად თუ მასპინძელი ამ სუფრის ძირს დაჯდებოდა, იმათ იცოდნენ უკვე ამ სიტყვის გამტანებმა, რომ ეს ოჯახი ეკონომიკურად იმდენად ძლიერი არ იყო. და აი ჩვენ მაგალითში ისე გავთვალეთ, რომ არ ჩაჯდა, ხედავო, რომ არ დაჯდაო, მაი გოგოს რაცხას გამოატანს მზითევშიო. ანუ ამით ისიც დადგინდა, რომ რამდენად ხელმოკლედ თუ ეკონომიკურად როგორ ცხოვრობდა ესა თუ ის ოჯახი. შემდეგ ჩემო ბატონო, როცა უკვე ეს საქმე გადაწყდებოდა და სასიძოს საქორწილოდ ამზადებდნენ, აი რასეუბნება ერთ-ერთი რიგითი ნათესავი. შეხედე, აი ფუთამიცა რაღაცა შემკრიდა. რასეუბნება, აქში ქათმის კუჭია გამოკოჭილი. ჩეიდევ ჯიბეში არ ჩაკუჭდებიო, არ გაშავდებიო. კაია, დედოფალს რომ შეხდებიო, მოასწარე და ფეხსეფეხი დააბიჯეო, შენი დამჯერი კი არ დამჯერო იქნებაო. აი შემდგომ ბატონო, სანამ პატარძალს აი ოჯახიდან გაიყვანდნენ, ეს უკვე წარმართობის ის არის, რა ქვია, რიტუალის გამოძახილია, რომ პატარძალს არ გათვალოს პატარძალი ვინმე. და როგორი ლოცვა სრულდებოდა, შეხედეთ ახლა, რას ეუბნება გელინო,
ბაღანა ამ კარიდან არ გაანურიო, ვინმე რამე ჯაზობა არ გუკეთოს. თანაც ძალიან ლამაზია და თვალი რომ არ ეცესო, ერთი შუულოცაო. ახლა ვნახოთ როგორი ყოფილა შელოცვა. ალელისა მალელისა მეგილოცავ თვალისასა, ტანმაღლისა, ტანდამწროსი, შინაისა, ლამაზისა, მოვდოდა შავი წყალი, მას მოქონდა შავი გველი, ჩავყევ პაწაიყავა არჯენი, ამევღევი შავი გველი, მოუკიდე ღობე, ღობე ფაჩხატუნასა, ღობეს კდებოდა, მარილი დნებოდა, ვაი ვუი, ქვაი ქუი, ვისი თვალიც შენ გეცაო, გავატანე ნისი თვალი იალვანის მთასა. მივეცი თავი ქარსა, ნიავსა, ჭირსა, მარას, წამოუწიე წარებალი, წამოუკრიფე და წამოცვინდეს მათი თვალი, ცულისტარი, მონაჭარი, ცულსატარად ერგებოდეს, ჩემი ლოცვა, ჩემი კითხვა, შენ გირგებოდეს. აი, სანამ გავიდოდა, ამასთან პარალელურად უკვე ასწავლიდნენ ტაბუირებულ რწმენა წარმოდგენებთან დაკავშირებულ აკრძალვებს და ლოცვებს, პატარძალს როგორ ამზადებდა ხალხი სამომავლოდ, როგორც ოჯახის დიახსახლის და როგორც წესისა და ტრადიციის დამცველს. ეს ყველაფერი ჰაერიდან კი არა, აი მათი გადმოცემით მოვიდა ჩვენამდე და ნახოთ რას ეუბნება. პირველად დედამთილი კამპეც რომ შაგაჭმევს, ნახვარაი შეინახე მეორე დღეს საჭმელში ჩააგდე და გემიელი გამოგივაო. ოჯახში სიტკბოშამოა, ყველაზე კაი ბრინჯის ხვარება, ბერეკეთი შემოგივაო. სკამი არ ამოაბრუნო, ოთფეხის ამობრუნებას ნიშნავსო. ვინმე უორმოცო ქალს არ შეხდე, დაბასხუნდები და შვილი არ გეყოლება. ეს უკვე ცალკე თემაა, როდესაც ორი პატარძალი 40 დღის განმავლობაში ერთმანეთს შეხვდება რიტუალურად, თითქოს ერთმანეთის თვალი ცემთ და რაღაცას გამოიწვევს დაუშვათ ან უშვილობას, ან უნაყოფობას, ან რაღაცას. აი, ეხლა ჩაგეჭრებით ბოდიში, ვინ მინახია ვიდეოები, როცა ეს ორი პატარძალი, ან უკვე დაქორწინებული და პატარძალი ერთმანეთს საცერით. კი ბატონო, საცერით. ან წყალში ერთდროულად, ან თვალებზე სახვევი აქვს, რომელსაც ერთდროულად ხსნიან და ერთდროულად ხედავენ ერთმანეთს, ან საცერში, ან წყალში ერთდროულად იხედებიან. მერე პატარძალი ქალი დილით ადრე ადგენა, მარა პირველაი ხელში ცოცხი არ დაიკავო, ოჯახი დაცარიელდებაო. თუ და სხვაგვის ცოცხი არ გამოართვა, წელი აქტივდება და ვერასაქმეს ვერ დაასრულებო. ნენი ავის მოსურნეები ფეხზე დაგაბიჯებენ, დედამთილი რომ სულ გეჩხუბოს, დაცავე ფეხზე არ დაგაბიჯონო. კურტუმოდ შეიდევი და კუჭით რომ ლამაზი დედოფალი იქნები და გარე-გარე სიარული არ გეყვარებაო. აი ამ პერიოდში, ამავე პერიოდში უკვე ახალ მთვარესთან, ანუ აი ეს უკვე ნამდვილად წარმართობის დროინდელი რიტუალია, რომელსაც უკავშირებენ იმას, რომ პატარძალმა არ უნდა ნახოს მთვარე, თვალმაცემარი რომ არ იყოსო. და თვალმაცემარი რომ არ იყოსო, მოდიო, ახალი მთვარის ლოცვაც ჩუუკითხოთო. და როგორი ყოფილა? ჩვენი დედოფალი თვალმაცემარი რომ არ იყოს, ახალი მთვარის ლოცვა ვასწავლოთო. თვარე ვნახე ნებაზე, ჩვენსა გახარებაზე. თვარევ რა მოგვიტანე, თავი მთელი, გული მთელი, ხელნაკმარი ხვავრიელი, ჩემი ნამზად ნაქარგები, მიწის უხვავრიელესი, თაფლის უგემრიელესი და აი ამის შემდეგ უკვე ლოცავდნენ პატარძალს, თანხმობით თხოვდები, ბედნიერი იყავიო და ამ წესისა და ტრადიციის დაცვით პატარძალს სამჯერ, ხო, არ დამავიწყდეს, პატარძალი იჯდა სკიურზე, რომელშიც მის მიერ დამზადებული ნაქსოვი ტანსაცმელი იქნებოდა, თუ წინდა იქნებოდა, თუ ჩასაცმელი მატყლით დამზადებული, დაკარგული ნაქარგები, დღესაც რასაც ჩვენ გობელენებს ვეძახით, აი იმის მსგავსი და წასვლამდე პატარძალს სამჯერ ააყენებდნენ სკივრიდან და სამჯერ დასვამდნენ, რა თქმა უნდა, რაც გვინდა თუ არ გვინდა ამ 300 წლის განმავლობაში ამ ასიმილირებული ცხოვრების პერიოდში შემორჩენილი ქრისტიანული სამების მამაღმერთი, ძეღმერთის, სულიწმინდის გამოძახილია. ჩვენ ახლა დრო არ გვაქვს, მაგრამ სხვა დროს თუ შევხვდებით, აი იმ ჩვენ იმაზე, რა ქვია, ამ ინსცენირებაზე გამოვიტანეთ
ყვაშტაში ჩაწერილი უძველესი წერილი ეს მეხანუმის დესტანი, რომელსაც ასე ქვია ამ სათაურით და ის მოგვითხრობს აი ამ ქორწინების პროცესზე, როდესაც პატარძალი თხოვდებოდა ყოველგვარი სიყვარულის გარეშე და მიყვებოდა არა იმას ცოლად, არამედ ვის ოჯახმა ამოურჩია და როგორი განცდა აქვს პატარძალს სანამ გაყვებოდეს აი ამ ქმარს და ყველაფერი ჩამოთვლილი აქვს და ვისგანაც ჩვენ ეს ჩავიწერეთ, ის ქალბატონი გამოვიყვანეთ იმ დღეს სცენაზე და ზუსტად იმან წაგვიკითხა ეს. მე ამ მის რა ქვია გასასვლელში არ გეგონოთ რომ ეს ქორწინება მარტო ეკონომიურადაც არ ყოფილიყო ოჯახისთვის შემოსავლიანი მამის თანხმობის გარეშე ვერ გაიყვანენ პატარძალს და თუ მამა არისო ბიძას ან ოჯახის რომელიმე უფრო ახლო წევრს ქონდა ნება რომ გაიყვანა პატარძალი და რომელიმე იტყოდა კარის თავი მაღალიაო რაც იმას ნიშნავს რომ გასასვლელი თანხა უნდა გადაეხადა მაყარს და ეს მაყარიც რომელსაც ყაფი ხარჯი ერქვა იხდიდა ამ თანხას და მე ეუბნებოდი რომ ალაყაფი ყაფი ანუ ჭიშკარი ღია და შეგიძლიათ რომ პატარძალი წაიყვანოთ. მე ჩვენ კარგად ვიცით რომ ეს ღამის ქორწილები იყო, სატრანსპორტო ძირითადი საშუალება ცხენით გადაადგილებოდნენ და მაყარიც რა თქმა უნდა გადაადგილდებოდა ისე და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქორწილო ისა რა ქვია რიტუალები. მე აქ ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმაზეც რომ მას რა ქვია ბახშიში არის რომელსაც იხდიდა სასიძოს მხარე מחარობლისთვის. ეს იყო ან რამე ისეთი ფულადი თანხა ან არა და მშრალად მოხარშული ქათამი ჯოხზე მთილის წყნელზე უფრო ზუსტად წამოწმული რომელსაც მახარობეს როგორც ამის მომტანს გადაეცემოდა. მე სანამ შეიყვანდნენ და დასვამდნენ ოთახში იქ მუჟდე ბალიშიანის კივრი იყო. მუჟდე ნიშნავს თურქული სიტყვის დაამკვიდრება აჭარულ დიალექტში და სამახარებლოს. ეს იყო ულამაზესი დაქარგული ბალიში, რომელზეც საპატარძალო საჩუქარს დებდნენ. ან ტკბილეულის სახით, ან ნაქსოვის სახით, ან მაშინ მოგეხსენებათ მზატანსეცმელი იმდენად არ იყო და უფრო მის იყო რა ქვია, ქსოვილი, რომელსაც მე პატარძალი შეიკერავდა ამის განკაბას, ან რაღაცნაირად, რაც პატარძლის საჩუქრისთვის განკუთვნილი ადგილი იყო, პატარძალს სადედამთილო, ამ მომენტიდან უკვე სადედამთილო კერიასთან მიიყვანდა, ცომს მოაზელიებდა და კედელზე მიაწებებინებდა. თუ ეს ცომი თავს შეიკავებდა, იქ ჩათვლიდა რომ ეს პატარძალი ამ ოჯახში ნამდვილად ბედნიერი ქალი იქნებოდა. მე ბატონო და ლოცავდა ნენი ეს კერა შენია, ეს სახლი კარი შენია, ქენერკოშე შენია, ახორი მახორი შენია, თელი ყველა და ჩემი ბიჭით შენ თვინ მიჩუქნიაო. მე აქედან მიყავდათ იმ ოთახში, სადაც ფარდა იყო ჩამოფარებული, ფერდე როგორც აჭარაში ამბობდნენ, აი ეს იყო ჩამოფარებული ჩემო ბატონო და პატარძალსაც რა თქმა უნდა თავზე მანდილი ეხურა ჩამოფარებული მერდინივით და იქ ელოდებოდა მნახველებსაც როგორც შემსწავლელებს. აი მაგალითად მერის ხეობაში, როდესაც პატარა ბავშვის სანახავად მიდიან, ან ახალი პატარძლის სანახავად მიდიან, პატარძალს შევისწავლი, შესასწავლად მივდივარო. ანუ გასაცნობად. შესასწავლად მისულებით, აი ამ რა თქმა უნდა ფარდის უკან გადადიოდნენ და ეცნობოდნენ ისა რა ქვია. აი მე უშუალოდ როგორც ჩემი დედოფლის თვალისამაცე მარსაო, როგორც მამის ოჯახიდან გამოსვლისას თვალისცემისას ულოცავდნენ, ისე სასიძოს ოჯახში შესვლისასაც ულოცავდნენ. ეს უფრო განსხვავებული ვერსია და მინდა გითხრათ, რომ თვალისცემის, ანუ გათვალვის დაახლოებით 25 ვარიანტი, განსხვავებული ვარიანტი ჩავიწერეთ ჩვენ ამ ფოლკლორულ მასალაში. და ეს სულ სხვა ტექსტია, ოღონდ შავი გველი ყავარჯენი, დავჭარ, დავთიბე, გავატარეს ერსა, ჩემისა, დედოფლისა, თვალისა, მაცემარსაო. აი უშუალოდ ისე
ისეთი ტექსტიც მოყვა, რომელშიც პირდაპირ დედოფალზე იყო ეს მითითება გაკეთებული. თვალისამაც ემარსაო, გულსა ეკალი, ლასტი, ბუზანი, მე ვარ მლოცავი, 7 პინანაც არის, კაცვი, ეკალი, ნარი, მივაყარე, მივატიტე მის თვალებში, ღმერთო, შენ უშველე და უმხილე. აი, შემდგომ უკვე სანამ პატარძალს დედამთილსაც ასწავლიდნენ, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს მეზობლის ქალები და პატარძალსაც. აი ეს მონაკვეთიც საინტერესოა, შეხედე. შენო გელინო, ანუ დედამთილს მიმართავენ. პაწაი გამოუცდელი ქალი ხარ და ბევრი რაც ხარ და გასწავლო. გელინის ცოცხი არ მიცე ხელში, ცოცხის ფასი ექნებაო. მეორე დღეს წყალზე წეიყვა, წყალივით წამოპიპინდებაო. დილას პურის ცომი მოაზილიე, პურის ცომივით წინ წამოვაო და ასე შემდეგ. მერე კიდევ ისა რა ქვია, ერთმანეთს პერანგში ამოუძრუმლეო ერთმანეთსო, ორი დედოფალი 40-ის გარეშე, ანუ ორი ახალ დაქორწინებული პატარძალი თუ ერთმანეთს მანდამაინც შემთხვევით თუ შეხვდაო, ერთმანეთის პერანგში ამოაძრუმლეო. აი ამასაც ასწავლიდნენ. მერე საცერში ჩაახედიე, ფეხძიმეთ რომ გახდება ფეხზე დგომილაი წყალი არას ვარო ბაღანა დგომით ეყოლებაო. რაც ხას მოგთხოვს მიეცი, თაგვი ყველაფერს დიგიხრალსო. აი ახლა შეხედეთ, ახლა დედამთილს როგორ ასწავლის დედამთილობას, ეს აგარაში ჩავწერეთ ეს მასალა. დედამთილ გელინო, ახლა მედი მიყურე, დედამთილობა ადვილი არა, მაგრამ ადვილი იქნება თუ ენა შეყოფ და ხელებს გამოყოფ. ანუ ეს რას ნიშნავს? შენ გაისარჯე ბევრ რამეში და ახალ პატარძალს რამეს ნოეტყვიო. ბევრი რამე არ დაინახო, დუუჯერე თვალებს და არ აყურებს. იმიტომ რომ ყველაზე იაფი ხანდროს ყველაზე ძვირი დიგიჟდება. რაჰათი გინდო და მარტო დამჯდარიყავ. ახლა იცლება ზამანი და რაც გინდა ის კენია. ანუ ეს ისეთი ის არის, რა ქვია, რომ ჩვენ ცოტა ინსცენირების სახე მივეცით, მაგრამ ცალკე ყველგან ეს მაინც ასე კეთდებოდა. შემდგომ შემოყავდათ აუცილებლად ყველა ქორწილში ისეთ პიროვნებას დაისწრებდნენ, რომელსაც ხუმარას ფუნქცია, ავტორიტეტულს ხუმარას აქ მაგალითად ასეთ პიროვნებებს მერიში მახუნჯაკებს ეძახიან და მე მომყვა მახუნჯაკი მე-11 საუკუნეში იყო ასეთი წოდება ლექსალექსიკონო მუსაობის შედეგად ნახე, რომლის ძირითადი საქმე იყო გამაცინებელი კაცთა გამრთობი, რომელსაც თლიანად ქორწილის წაყვანაც ევალებოდა ბევრ შემთხვევაში. ახლა კიდევ რა მინდა, რომ კარგად გავითავისოთ, რომ აი დღევანდელმა საქორწილო დარბაზებმა აბსოლუტურად ყუპისცალებივით დაამსგავსა ეს საქორწილო რიტუალები. დღეს არც ის მაყარია მაყრიონი, არც ის მოთხოვნებია, რომელიც აი ამ ქორწილის დღეს, რასაც ითხოვდა მაყრის მხარე, იმ დღეს, მაგალითად ქორწინების დღეს, მაყარი ყველა იყო ხელშეუხლებელი. როგორი ჩხუბიც არ უნდა აეტეხა, რა ცუდი რამეც არ უნდა ეთქვა, ადგილობრივი დამხვედრი მაყრიონის წევრს არაფერს ცუდს არ შეკადრებდა და აქედან მოდის ის სითამამე, რომელიც აი ამ მაყრიონის წევრებს გამოსდიოდათ ხოლმე. საინტერესო არის ამ მიმართულებით მასმინდერის წესი. და რას ნიშნავს ახლა ეს? აი, რა თქმა უნდა, ეს პატარა მგვალისუფრები, რომლებიც დღეს უკვე სამუზეუმო ექსპონატები არის, თუმცა სოფლებში დღესაც არის შემონახული. აი იმას მაყრის რომელიმე წარმომადგენელი ბაღდათს გადააფარებდა და იტყოდა, ეს სუფრა დაკავებულია. რას ნიშნავს? ჯერ მიულექსებდა მასპინძელო, სუფრა გრძელი, წაბლა ხაპი და შიან ყურძენი. ამას ახლა მარტის თვეში და აპრილში მაყარი რომ მოგთხოვს, ჩხრიმას, გოგრას, ხაპს, რაფერს აჭარაში ეჯახიან და ყურძენი. ანუ ისეთ რაღაცას აკეთებდნენ და მოიფიქრებდნენ, რომელიც ძალიან ძნელად შესასრულებელი იყო და ოჯახის გამჭრიახობა, მოხერხებულობა, ხვავი, ბარაკაც ამით იზომებოდა. რაც უფრო ადვილად დააღწევდა უკვე ახალი მოყვარე თავს ამათ პრეტენზიებს, უფრო ადვილი და კარგი ურთიერთობა ექნებოდა შემდგომში. ეს გამოიხატება
აიტანდნენ ხეებზე სუფრას, იკითხავდნენ კერძის ატანას, აი რაღაც საშინელების მოთხოვნაც კი შეეძლო, მაგრამ შენ როგორც მასპინძელი ვალდებული იყავი, უნდა შეგესრულებინა ეს ყველაფერი. ეს გამოცდებს უწყობ. რა თქმა უნდა, ერთმანეთს გამოცდიდნენ ხოლმე ამ ყველაფერში. მე ჩვენ ჩავიწერეთ კიდევ ის რომ ის ქორწინი მის მიხედვით, რა ქვია, დროის მიხედვით. ცოტა უკვე მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან უკვე ქალებიც თამამად ჩართული არიან ამ პროცესში და ხშირად ერთმანეთს ენამოსრებულობაში ეჯიბრებოდნენ. აი, ქალები და მამაკაცები გაიყოფოდნენ და განსაკუთრებით სიბრძნისეულ საკითხებზე ეს იყო ანდაზები და მინდა გითხრათ რომ ისეთი ლამაზი, ისეთი განსხვავებული ანდაზები მოვიძიეთ და ჩავიწერეთ რომ მეტი არ შეიძლება და ნამდვილად ჭკუის სასწავლებელი და აი უნიჭიერესი წინაპრები ყავდა და ყოლია რა თქმა უნდა და შემიძლია წაგიკითხოთ რამდენიმე მათქანი. აი შეხედე მამაკაცები, ქალი ჯიხშინად შეიდვა იქით წაქჩება წაჭრანა, აქეთ წაქჩება წაკნაპონაო. ამის პასუხი ქალბატონებმა ახლა ვაშკაცმა, კაცმა წელიწადში ერთხელ ქალის ლაჩაკინდა დეიხუროს, ისე ბოლოს ვერ გეიტანსო. 9 ქალის ჭკვა ერთი კაკლის ხეჭეპოში შეეტევაო. ქალი მორცხვი ქვეყნის პაცი, კაცი მორცხვი კვერცხის ფასი. ქალის ენა ეკლის გამონაფხოთზე წარეაო. ქალის პირში სიტყვა დაავადყოფდაო. კაცის ლოთობა შეაქებ, ქონებას დაკარგავ, ჭხუბში წააკეზებ, სიცოცხლეს დაკარგავსო. ქალს საჩუმათო ლოგინამდე არ მიყვებაო. ბედაურები გაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო. ქალის მზითევი კიბის თავზე კიდიაო. ავი ძაღლი ჯობდა, ავკაცსაო. ქალის მზითევს დილის ხემცი გერჩივნოსო. კაც თავზე ურტყამდნენ და ვაიზრუგიო იძახდა. კაცი და სახრეტად მიყავდნენ და ქალი პამადას აბარებდაო და ასე შემდეგ. ქალის ჭკვა ვარდის ფურცელზე ეწერა, ისიც თხამმოჭამა და დამთავრდაო. ცოტა დისკრიმინაციულია. კი ბატონო, კი. მაგრამ უბრალოდ ეს იყო აი ქალისა და მამაკაცის ფუნქციის ისა რა ქვია. რა თქმა უნდა გენდერული ბალანსი ცოტა უფრო მამაკაცის სასარგებლოდ გადახრილი აქ, მაგრამ ქალს მსოფლმხედველობას დიდად ვერ მოვთხოვთ, იმიტომ რომ მისი ძირითადი ფუნქცია ოჯახში ტრიალი იყო და მაგრამ ჭკვიანი ქალი იქაც ახერხებდა ამ ყველაფერს. შემდეგ გამოცანებზე გადადიოდნენ და ახლა ბევრ დროს არ წაგართვათ ამის გამო რომ აჭარული გამოცანები რამდენად ჯერ ხომ სასაცილოა იმ ტერმინოლოგიებით რომელიც ჩვენთვის მაინც სადღაც უცხოა, იმიტომ რომ აქ ჩაწერილი მასალა 100 წელზე, 150 წელზე მეტია და აი ის აჭარული სიტყვები, ჩვენი ყოფითი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი სიტყვები იმ მოხუცებთან ერთად იკარგებიან, რომლებიც გვტოვებენ სამწუხაროდ და რომელთა შინაარსის გასაგებად ლექსიკონები გჭირდება. ეს რომ არ დაგვემართოს, აი ახლა ამ მიმართულებით სალექსიკონო მუშაობასაც ვიწყებთ და ისე რომ მაგალითად, როდესაც ჩვენ ეს გავიტანეთ ფოლკლორის 2016 წელს ეს ეთნოგრაფიული ინსცენირება იმას არსიანის დარბაზში ბონის კულტურის სახლს რომ ეძახდნენ ადრე იქ გავიტანეთ, ჩვენ ლექსიკონი გავუკეთეთ ჟიურის წევრებს. იმიტომ რომ მათთვის კი არა და ჩემი კოლეგებისათვის, რომლებიც პატარა შედარებით მცირე ასაკებისანი იყვნენ, ამ სიტყვების მნიშვნელობა უცნობი იყო და ეს რომ არ დაგვემართოს ამ მიმართულებით ტოპონიმებზე ვმუშაობთ და სალექსიკონო მუშაობაში. შემდეგ აი მის პატარძალს მანდილი რომ მოეხადათ, ამაში უკვე მამამთის ცალკეფული უნდა გადაეხადა ჩემო ბატონო. მე სიძის მოხერხებასაც ბოლო-ბოლო დგებოდა ეს, როდესაც სასიძო უნდა შემოსულიყო საქორწილო რიტუალების დროს. სიძეს საპატარძლოს ან პატარძლის მეჯვარეს ხელში ცხვირსახოცი ეჭირა და რომელსაც რაც უფრო მალე წაართმევდნენ სიძეს ცხვირსახოც, ესე იგი ის უფრო მოუხერხებელი იქნებოდა. ამიტომ სასიძოც ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერ გამოწვევისათვის სწორად და სწრაფად გაეცა პასუხი და მაგალითად ის ვისგანაც ჩვენ ეს ზოგი რაღაცა ჩავიწერეთ, სამწუხაროდ ჩვენი ის კლუბის გამგეცო ცხალი არ არის და ხონური მოუწყესო და ხონური ყოფილა სხვადასხვა ილეთის ისეთი გამოსაცდელი ილეთის მომზადება სიძისთვის და ერთ-ერთი მათ შორის ყოფილა ცხვირსახოცის წართმევა. თუ
ვერ წაართვამდნენ, ესე იგი, ეს იქნებოდა სხარტი, რომელიც ნებისმიერ გაჭირვებას, ნებისმიერ პრობლემას მარდად დააღწევდა თავს. ასე რომ შემდგომ ჩემო ბატონო იქ სხვადასხვა ლექსები, აი გაშაირება, ცეკვა, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ცეკვა ფათიკო. ცეკვა ფათიკო, რომელიც წარმართობის პირდაპირ დახუნძლულ წარმართობის რიტუალს წარმოადგენს, როდესაც მონოგამიური ქორწინებიდან პოლიგამიურზე გადადიოდნენ, ანუ მრავალფრიანობიდან, მრავალცოლიანობიდან უკვე ინდივიდუალურ ცოლქმრობაზე გადასვლის პირველი მცდელობა ასახული ცეკვა ფათიკოში, როდესაც მამაკაცი ასრულებდა იმ ქალბატონის როლს, იმიტომ რომ მაშინ ქალი მაინც ასე აშკარად ვერ გამოდიოდა და ეს კაცი, რომელმაც დაუშვათ გადაწყვიტა, რომ ეს ქალბატონი მისი მომავალი მეუღლე უნდა ყოფილიყო და გამოარჩია ამდენ ქალბატონში, ხელში დიდი ჯოხით, როგორ იგერიებს იმ აბეზარ მამაკაცებს, რომლებიც ეცილებიან ამ ქალბატონის წართმევაში და როგორ გადევნის იმ ტერიტორიიდან, სადაც ეს ქალი იმყოფებოდა. ანუ ესეც უკვე იმის მიმანიშნებელია, რომ კაცობრიობას და ჩვენს წინაპრებს გაუჩნდა იმის სურვილი, რომ აი ამ მონოგამიიდან პოლიგამიაზე გადასულიყვნენ და ჩვენი დღევანდელი ქორწილიც ზუსტად ამ მონოგამიის შემდგომ პოლიგამიაზე გადასulis ეტაპებს ასახავს, ზოგისთვის უფრო ტაბუირებულად, ზოგისთვის ცოტა სითამამით და ჩვენ ამ ინსცენირებაზე მუშაობის დროს გადავწყვიტეთ მოგვეფიქრებინა რა უნდა ჩაგვეცვა ეგეც საინტერესოა. სიძე პატარძლისთვის. ამ მოტივით ვთხოვე კლუბებს, რომ სახში ძველი ფოტოები ენახათ და იმის მიხედვით შეგვექმნა 60 სიძე პატარძლისთვის. ჯერ ის რომ გადავწყვიტეთ, რა თქმა უნდა, აჭარელი მამაკაცი იმ დროისათვის ჩაქურაში გამოწყობილი იქნებოდა, ეს იყო შინაქსოვი ზედა, რომელსაც დღევანდელი აი აჭარული სასცენო სამოსი რომ განდაგანა სასცენო სამოსი, იმის მიმსგავსებულად ყაბალახით, უძირო ჩუსტებით, წაღებით, იმ ფორმით. ეს კიდევ რამენაირად როგორმე შევაკოწიწეთ, მაგრამ აი პატარძლის მორთულობა საკმაოდ გაგვიჭირდა, დაახლოებით 20-30 წყვილი სურათი ვნახეთ. ვიპოვეთ და შევჯერდით, რომ ამ საუკუნეს ეს მეტი ახლდა, იმ საუკუნეს ეს მეტი ახლდა და ვნახეთ 120 წლის საპატარძლო კაბა, რომელიც იმ რეალურ არ გეგონოთ, რომ ეს იმიტირებული პატარძალი და სიძე ყავდა. სამწუხაროდ ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, ცენტრი დაბნალო სასოფლო კლუბის გამგე გურამ ბერიძე, საკუთარი შვილის ქორწილის წერილების დარიგების დროს ქუჩაში გარდაიცვალა. და ის მე რა თქმა უნდა იმანთ ის ქორწილი ვერ გადაიხადეს და ჩვენ სულ ვეხუმრებოდით კულტურის ცენტრმა გადაგიხადეთ ქორწილიო და ის ნეფე პატარძალი გამოვიყვანეთ რეალურად აი იქ. და იმ გოგონას ბებიას შუახევში აღმოაჩნდა თავისი წინაპრის დაახლოებით 100 წლის წინანდელი საპატარძლო კაბა, რომელიც ისეთი თხელი და ისეთი ის იყო, რა ქვია, უკვე დროისაგან ნაწვალები ერთი სიტყვით, რომ ჩვენ ცოტა ისე დავეხმარეთ, შიგნით გავამაგრეთ, გამოვამაგრეთ ჩვენი ცნობილი მეჭიბონეს თემურად ზენაძის მეუღლის საპატარძლო სანთლით გამზადებული საპატარძლო სამკაული ეგრეთ წოდებული ფატაც ვნახეთ და ასე შევქმნით ეს პერსონაჟები და ქორწილის რიტუალის დამთავრების დროს, რა თქმა უნდა, დედოფლის მხარე შედიოდა, ანუ ეგრეთ წოდებული მაყარი შედიოდა. დედა რა თქმა უნდა არ მიყვებოდა და მამა მიყვებოდა მხოლოდ და სანათესაო, რომლებიც შევადარიგებას აძლევდნენ პატარძალს, რომ ახლა ის უკვე სხვა ოჯახის წევრია, რომ საკუთარ შეხედულებებთან ერთად, რა თქმა უნდა, ოჯახის ძირითადი ინტერესი უნდა გაითავისოს და ეუბნებოდნენ, რომ ზოგჯერ აი ესეთი მუქარანარევი სიტყვებიც იყო, რომ
ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეტყვიან, რასაც დაგავალებენ, არ გაბედო, ამ ის რა ქვია, თუ ვერ შეძელი, ან წამოსვლა რაღაც ერთი სიტყვით ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ოჯახური სიწმინდე შეენარჩუნებინათ და აი ის პირველივე პრობლემა, რომელიც შესაძლოა ცოლ-ქმარ შორის წამოიჭრას, აი ეს და ოჯახის დანგრევის მიზეზი არ გახდეს, როგორც სამწუხაროდ დღეს უკვე ვხედავთ ოჯახური სიწმინდის დაცვის დღის აუცილებლობა დაგვიდგა დღის წესრიგში, ისე იშლება ეს ოჯახები. და პლუს ამას რომ არ დამავიწყდეს კიდევ 40 დღის შემდგომ პატარძლის ოჯახში ამ 40 დღის განმავლობაში მიაქვთ ეგრეთ წოდებული სადილი, რომლის დაწესების შესახებაც თქმულება ჩვენ დანდალოში ჩავიწერეთ, რომ ფეღამბერს 3 ერთი გოგო ყავდაო და სახლის მშენებლობისთვის უსტიები, ანუ ხელოსნები მოიწვია. თავიდან არ შეუთანხმდა გასამრჯელოზე და აღმოჩნდა, რომ სამივემ ის ერთი გოგონა, რომელიც იქ დაინახეს, სამივემ ეს მოიწონა და სამივემ ეს მოითხოვა მისგან. დაღონდა ფეღამბერი, რა ექნა არ იცოდაო და დაიძინა და ღამეშიო ღმერთმა უთხრაო, ახლა ადექიო, ძაღლი და ვირი შეიყვანე შენი გოგონას ოთახში და დანარჩენზე არ იფიქრო. გააკეთა, ასეც მოიქცა ეს კაცი, ფეღამბერი და დილით რომ ადგა 3 ერთი და იგივე გოგონა იდგა ოჯახში. გაატანა სამივეს, სამივე ხელოსანს. რამდენიმე ხნის შემდეგ დედამ უთხრა, არ გაინტერესებსო ჩვენი შვილი როგორ ქალობს ხვის ოჯახშიო და გამოუცხო ყათმერები, რომელიც ტკბილი პურია და მერისის ხეობას მაგას ვერავინ ვერ წაართმევს, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული სიყვარულით მოზელილი პური, კი, ნიგზით და თაფლით, რა თქმა უნდა, შაქარი მაშინ იმდენად არ იქნებოდა და კეცში, ღადარში გამომთხარი, რომელიც ჩააწყო ხურჯინში წავიდა. ჯერ პირველ სოფელში მივიდა, სადაც ერთ-ერთი ხელოსანი ცხოვრობდა და კითხა, რა შეებაო, მოიკითხეს ერთმანეთი, რა შეებაო, ჩემი შვილიო, როგორ ქალობსო, რა თქმა უნდა, შეხედეთ სიტყვა ქალობს. ძალიან კარგიაო, აი მე ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ ერთი რამე ამოიჩემაო, აი რომ შედგება იმაზე, როგორც პრინციპზე და როგორც აჭარაში იტყვიან, ინადზე რომ შედგება, რამე არ ეშველებაო. მიხვდა ფეღამბერი, რომ ეს მისი შვილი არ იყო. წავიდა მეორე სოფელში. იქაც მოიკითხა და ვაიმეო, ყველაფერი კარგია, მაგრამ ზოგჯერ ისე გაავდებაო, რომ სახში შემოსვლა არ მოგინდებაო, აყებდებაო და მიხვდა, რომ ესეც იქ სოი წერია, ვირი სოი, ძაღლის სოი ჯიშია იგივე. და როდესაც უკვე თავის ნამდვილ შვილთან მიაღწია ოჯახში და უთხრეს, რომ აი ნამდვილად კარგი პატარძალია და გამზრდელით შეუქეს, გენეტიკაც, საქმეც და ქალობაც, გახარებულმა მამამ ეს ტკბილი პურები დაუტოვა და აქედან დარჩაო ტრადიციად 40 დღის განმავლობაში გათხოვილი ქალიშვილისთვის ტკბილეულის, ანუ როგორც აჭარაში ეძახიან, სადილის მიტანის აუცილებლობა. აი ეს გახლავთ ეტაპობრივად გავლილი საკორწილო წესები, რომელიც ჯერჯერობით ჩავიწერეთ, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ჩვენ სრულყოფილად ამოვწურეთ ყველაფერი, იმიტომ რომ როდესაც ამ საქმეზე მუშაობა დავიწყე, მე თვითონ გავაკეთე 40 გვერდიანი ეს რა ქვია, ნაშრომი ჟანრების მიხედვით როგორ უნდა ემუშავა. ჯერ პირველ რიგში ვუკარნახე და რამდენად სწორად ჩაწერეს, იმიტომ რომ ფოლკლორს ახასიათებს ვარიანტულობა. აი, სხვისი ნათქვამის კართან მოსვლამდე ერთი სიტყვის ჩამატებაც კი ახალი ვარიანტია იმ შენი ჩანაწერისა და რამდენად კლუბის გამგეები ისწავლიდნენ ზუსტად ჩაწერას აი ამ ყველაფრის. და ნელ-ნელა ჩვენ ამას მივახციეთ, მაგრამ აი არასპეციალისტ ყური იმდენად მიჩვეული აქვს ამ ყველაფრისთვის და ეს იმდენად ძვალსა და ბილში გამჯდარი აქვს, რომ ან თუ ფრაზეოლოგიზმია, ან თუ ფრთიანი გამონათქვამია, ან თუ ფოლკლორში შესაკანია, ამაზე არ ფიქრდება. ამიტომ მე ვერ ჩავთვლი, რომ ჩვენ ყველაფერი ამოვწურეთ ქედის მუნიციპალიტეტში და გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს. დღეს ახლა სამწუხაროდ ქალბატონი ლეილა ბეჟანიძე არ გვახლავს. ჩვენ უკვე
თხოვნით ვაპირებთ შესვლას, დირექტორს ვუთხარით, რა თქმა უნდა, და უღრმესი მადლობა, რომ არ გამომჩეს კულტურის ცენტრის ყველა დირექტორს, ქალბატონ შორენა კარანაძეს, ბატონ ვაჟა ბალაძეს, როსტომ შერვაშიძეს, დღეს ბატონ ჯამბულ სურმანიძეს, რომლებიც გვერდით გვედგნენ ამ საშურ საქმეში და სწორი მიმართულება აიღეს საორიენტაციოდ კულტურის ცენტრის 2007 წლიდან დღემდე მოვდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ფოლკლორით, ყველა ჟანრითაც მუშაობთ და ვაპირებთ ექსპედიციის საექსპედიციო ჯგუფის შექმნას და ჯერჯერობით შეუსწავლელი გვაქვს დაბის ტერიტორიასთან ახლო მდებარე სოფლები, როგორიცაა ზენდიდი, ხუნკუ და გულები, აქეთ ქვიტკის რომ ეძახიან არსენაული, აქეთ დაბაქედა, იქეთ აკავრეთას უბანი და ასე შემდეგ. სანამ ამინდები ხელს არ შეგვიწყობს, ამ უბანში ვიმუშავებთ და უკვე სანახევროდ შექმნილი მოპოვებული გვაქვს მასალები ახალი წიგნის გამოსაცემად, რა თქმა უნდა და ასე შევეცდებით, რომ დრო დაუთმოთ ყველა საქორწილო, მარტო საქორწილოს კი არა, ყველა ტრადიციას. ჩვენ 2014 წელს რეჟისორმა გია დიასამიძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „სახრვა“. სახრვა ძველი ქართული სიტყვა და მე-14 საუკუნემდე ლოცვის მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ისე მოწონდა ეს სიტყვა, რომ ამ დოკუმენტურ ფილმსაც სახრვა ჰქვია. ამ ლოცვის მიხედვით, ამ ფილმის მიხედვით ჩვენ დოლოგნიდან ტანდალუში მისვლამდე ჩავწერეთ ის პერსონაჟები, ის ავთენტური პირები, რომლებიც შელოცვას, გამოლოცვას და მსგავს მიმართულებებით მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ უფრო ზუსტად. და ისე გული დაგწყდება, როდესაც უყურებ იმ პერსონაჟთაგან რამდენი ცოცხალი აღარ არის უკვე. იმ რესპონდენტებისგან ცოცხალი ნამდვილად აღარ არის ბევრი ვინმე და ასე რომ მარტო საქორწილო წესებით არ ამოგვიწურავს. ლოცვები, შელოცვები ამ მიმართულებით დოკუმენტური ფილმი გავაკეთეთ. მაგრამ აი ბევრი ჟანრი ისეთი არის დარჩენილი, რომელიც და კიდევ ერთი, რაც ყველაზე სამწუხაროა და არ ვიცი, მე ვერ გეტყვით, ბოლომდე არ მომიწურავს მეთქი ქედის ფოლკლორი. ყველაზე ნაკლები მომყვა ზღაპარი. ზღაპარი. ჩვენ ერთ რამესაც გეტყვით, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის კვლევით ინსტიტუტში სტუდენტობის დროს მე ვიმუშავე. და იქ მომყვა 59 წელს ჩაწერილი პირველი ექსპედიცია ხულოში. კვლევით ინსტიტუტის ფოლკლორისტები, ეთნოგრაფები, ეთნოლოგები. იქ არის ძალიან ბევრი ზღაპარი. ახლა რასაც ჩვენ დაახლოებით 600 გვერდიანი წიგნია და მახსოვს ეპირატი, იმიტომ რომ მე დაუბეჭდი ეს ყველაფერი. სადღაც 3-4 ზღაპრის მეტი არ მომყვა. ვერ გეტყვით, რასთან არის დაკავშირებული, რამ გამოიწვია. ჯერ ერთი ის, რომ აი მაგალითად ყველა რელიგია თვითამკვიდრების პროცესში ცდილობს წინარე რელიგიის მასალები ან ნივთები ან რწმენა წარმოდგენები და რაღაცა როგორმე გააქარწყლოს. ასე მოხდა მაგალითად წარმართობის შემთხვევაში ქრისტიანობამ რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაანადგურა. ის რაც მრავალღმერთიანობას, ის რაც დღეს ალილოს უკავშირდება, იგენ ის რაც იმას რა ქვია, ლაზარობას უკავშირდება და მერისის ხეობაში დღემდე ცოცხალია ლაზარობის რიტუალი და დღესასწაული, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სოფელში და სხვადასხვა თემის მუნიციპალიტეტის თემებში ჯერ კიდევ შემორჩენილია ესენი. აი, მერე უკვე იმ 300 წლის განმავლობაში ბევრი ქრისტიანული წესი, ტრადიცია, აი ეს ყველაფერი შეიცვალა და ალბათ ნელ-ნელა ურთიერთ დაპირისპირებაში გამოგვეცალა ხელიდან ის უნიკალური მასალა, რომელსაც ზეპირსიტყვიერი კულტურა ქვია, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით, სამივეს ამოვიცნობთ. სამივეს საკმაოდ არის შემორჩენილი და ამიტომ ჩვენი ვალია და მე ასე ვთვლი, რომ მარტო ჩემი კი არა, ყველას ვალია, რომ მოვიხადოთ ჩვენი ვალი ჩვენი წინაპრების წინაშე. მე უღმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ იმისთვის, რომ დღეს მომეცით საშუალება ეს ყველაფერი წარმომედგინა თქვენთვის. მერე უღმესი მადლობა უფალს, რომ იქ დავიბადე, სადაც საქართველოა და ჩემი ქართველი ხალხი ცხოვრობს. შემდგომ უღმესი მადლობა ჩემ წინაპრებს ასეთი უნიკალური განძის დატოვებისთვის. ჩვენს ხელმძღვანელობას და ჩემ კოლეგებს, რომლებიც ცდილობენ, რომ არ გადააფარონ მტვერი ამ ყველაფერს, რასაც ზეპირსიტყვიერი კულტურა ქვია, იმიტომ რომ
გავა დრო და ჩვენს იმ მარადისობაში გადავინაცვლეთ, სადაც ჩვენი წინაპრები არიან, მაგრამ ის უნიკალური განძი, რასაც ზეპირ სიტყვიერება ქვია და ზეპირი მეტყველება ვერ დაიკარგება და ამ გლობალიზაციაში, როდესაც ნელ-ნელა, აბა ნახეთ, რამდენ ქალს ქვია მეხბულე, რამდენ ქალს ფატყუმე, რამდენ ბავშვს ხასანი, რამდენს ხუსეინი, ნელ-ნელა ევროპულმა თუ სხვადასხვა ენიდან შემოსულმა სახელებმა, ზედწოდებებმა, ფსევდონიმებმა ჩაანაცვლეს ეს ყველაფერი და დრო, ის არ იყოს დრო და ჟამი ამას გვიქადის. ამიტომ ჩვენს თქვენთან ერთად რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ამ ეტაპისთვის ეს იქნება მაინც ჩვენთვის პრიორიტეტული, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს სცენა, ჯერჯერობით კონცერტს ვერ მართავთ, უფრო ზაფხულისკენ ორიენტირებული ვართ პარკებში, სადაც ღია ლოკაციებში ჩავატარებთ ამ ყველაფერს და რომ არ გამომრჩეს ქედის კულტურის ცენტრს 2023 წელს და ბიბლიოთეკას 100 წლის იუბილე ქონდა. ჩვენ სარესტავრაციო სამუშაოების გამო ეს ყველაფერი გადავდეთ. დიახ. და გრანდიოზულად, აი წელიწადნახევრის შემდეგ, როდესაც ჩვენი სცენა დაგვიბრუნდება, გრანდიოზულად ვემზადებით ამ ყველაფრისთვის და ახლებურად გავაცოცხლებთ ჩვენ ფოლკლორულ ეთნოგრაფიულ ინსცენირებას აჭარულ ქორწილს და ამასობაში ღვთისწყალობით ალბათ მეორე წიგნიც გვექნება და ნახოთ. ჩვენი რადიოც საოცრებლად გეწვევით, რომ ფართო მასებს გავაცნოთ. რა თქმა უნდა, ფოლკლორი ერთი კაცის საქმე არ არის. სიტყვა ფოლკლორი ხალხის გამოცდილებას ნიშნავს და ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ. და რა თქმა უნდა, ჩვენი დღევანდელი ნათქვამი ხვალ უკვე ისტორიაა ხვალინდელი დღისთვის. ერთად დგომით, ჩვენი ლამაზი ქედელობით და ჩვენი ულამაზესი წინაპრების დანატოვარით ნამდვილად შევძლებთ რომ ვიამაყოთ. გვაქვს კიდეც, იმიტომ რომ მთელ საქართველოში პირველმა ჩვენ შევძელით ამ კუთხით მიმართულება მივეცით და როგორც აჭარელი კაცი იტყვის ბელა გუხდით დანარჩენებს, იმიტომ რომ ყველა ამიმართულებს უკვე უნდა დაიწყოს რეალურად. კი ბატონო, არა, ისინიც მუშაობენ. ისინიც ახლა სასიხარულო ინფორმაცია გავიგე რომ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმაც შექმნა ზეპირ სიტყვიერი განყოფილება ფოლკლორის მიმართულებით და იქ უფრო სულ სხვანაირი ვითარება, იმიტომ რომ იქაა მაჭახლის ფოლკლორი, იქაა მის სარფის ფოლკლორი, იქ არის სხვადასხვა აი მიგრაციის შედეგად იქ უფრო ჭრელი, ხულოცა, ქედაც არის, ქობულეთიც არის, ქალაქიც არის, ლაზებიც არიან, ისინიც არიან საზღვრისპირა სოფლებში ჯერჯერობით და განსაკუთრებით გამოვყოფ კირნათ მარადიდის განსხვავებულ დიალექტურ მეტყველებას, რასაც დიდი ყურადღება როგორც გრამატიკული თვალსაზრისითაც უნდა მიექცეს და იქ უნიკალური მასალაა და როდესაც ამაზე ვმუშაობდით, გამომრჩა ჩემი უდიდესი სურვილია, რომ ეს სარიტუალო წესები შევკრიბოთ აჭარის ტერიტორიაზე და აი, რასაც აჭარული ქორწილი ქვია, მართლა რომ დაერქვას ყველა კუთხის ერთი მონაკვეთი რომ ჩავდოთ აქ. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო არის ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა ვიცი, აბა ჩვენ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოგვიწვიეთ, მოგვეცით საშუალება გვეთქვა თქვენთვის ამ ყველაფრის შესახებ როგორ მუშაობთ და ნამდვილად დიდი შრომა გაქვთ ჩადებული, როგორც კი ბატონო, ნამდვილად, აი ამ სპეციალობით, ამ მიმართულებით გვეხმარება ქალბატონი ხათუნა ჯოჯუა, რომელიც სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის ხელმძღვანელია და თუ რამე გჭირდება, სოფლებში გავდივართ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი დირექტორის, ჩვენი მუნიციპალიტეტის ახალდანიშნული მერის იმედით, რომ ჩვენ ყველა ეტაპი რაც აქამდე გავიარეთ, მათთან შეთანხმებით გავიარეთ და არასოდეს არ გვიგზნია აკრძალვა რომელიმე მიმართულებით, იმიტომ რომ თუ ჩვენ მაგალითად გზავრობას, აი საფინანსო მხარეს მერია ვერ დაგვეხმარება, ან ინეგოლში ჩასვლას, ან თბილისში ჩასვლას, ან რაღაცა სადაც ჩვენი ფოლკლორი გაგვაქვს, ძალიან ძნელი იქნება მარტო ჩვენი ხარჯებით, ანუ ყველა ვცდილობს რომ ამ მიმართულებით რაღაცა შეგვმართოს და დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ ყველას ჩვენ საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებთ. გაიხარეთ, ნამდვილად ვაგეთანხმებით ამაში. ჩვენ კი დამემშვიდობებით სათემო რადიო ქედის ხმის მსმენელებს. ვფიქრობ საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა, ისეთი, რომელიც აქამდე
მოსმენილიც კი არ მქონდა, თუმცა რაღაცები რაც მოყევით ქორწილის რა თქმა ტრადიციებთან უნდა, ჩვენი დაკავშირებით ბავშვობიდან მოვდივართ. მახსენებს. ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან ნამდვილად, მოვდივართ. რაღაცა ემოციური იყო ჩემთვისაც. შევხვდებით შემდეგ გადაცემებში და პოდკასტებში. მადლობა მოწვევისთვის.